უძრავი ქონების პროსპექტის შემდეგი გაჩერება საქართველოს ულამაზესი კურორტი ბახმარო და არაჩვეულებრივი სასტუმრო პანორამა ბახმაროა, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით და ჩვენი მასპინძელია სასტუმროს დამფუძნებელი გიორგი კეჭაყმაძე. გიორგი, მოგესალმებით. მადლობა, რომ მასპინძლობთ პირველ რიგში ამ არაჩვეულებრივ გარემოში და პირველ რიგში მინდა რომ ვკითხოთ სასტუმროს შესახებ, რამდენი ხანია რაც პანორამა ბახმარო არსებობს და რა არის ჯამური ინვესტიცია, რაც აქ განახორციელეთ. მოგესალმებით, ათია პირველ რიგში მივესალმებ თქვენს მაყურებელს. მადლობა რომ ესე მე ვერ ჩამოვდივარ ხოლმე აქამდე რაც ჩართვები გქონდა სულ დისტანციურად და მოკლედ რადგანაც მე ვერ ჩამოვედი თქვენ ჩამოხვედით და ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში ამისთვის. პანორამა ბახმარო უკვე მეოთხე წელია, მეოთხე ზაფხულია რაც მასპინძლობთ. ის მეოთხე ზაფხულია, როცა სტარტაპი რეალურად ბიზნესად გადაიქცა, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ პანორამა ბახმარო უკვე ამ ეტაპისთვის როგორც შეპესე ბახმარო travel company წარმოდგენილია ბაზარზე ერთ-ერთი ძლიერი სასტუმრო და ტურისტული სააგენტო ბახმაროში, რომელიც 5 დიდი კომპანიიდან ერთ-ერთია, რამიშულობა ვინ პირველზე, ვინ მეორეზე, ჩვენ რა თქმა უნდა სტარტაპი ვართ, რაღაც ბოლოდან მეორე ადგილი ვართ ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ზამთარში და ზაფხულში მასპინძლობთ ქართულ და უცხოელ ტურისტებს. ეს არის ის ადგილი, სადაც მსოფლიო უკვე ალაპარაკებულია ზამთარზე მაქვს საუბარი. აქ ზაფხულში მოგეხსენებათ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ქართველებისთვის და ჩვენს ყველანაირად ვცდილობთ რა შეიძლება ხელმისაწვდომ ფასად თითქმის თვითღირებულებად შევთავაზოთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ქართველმა ჩამოვიდეს და ნახოს. ჩვენი ინტერესი, როგორც ბიზნესის კუთხით არის მთავარი გამოწვევა ზამთარი, მთავარი როგორ ვთქვათ, აი ბიზნესის მთავარი აქსელერაცია ამაჩქარებელი რაც არის, ეს არის ზამთარი. აი 4 წელია პანორამა ბახმარო უკვე მასპინძლობს სტუმრებს. ამ 4 წლის განმავლობაში ორივე სეზონი რო ავიღოთ, ზაფხულის და ზამთარიც, როგორ შეიცვალა რა, რაოდენობა მაგალითად დატვირთულობა და რაც ყველაზე მთავარია, ზამთრის კურორტ სეზონზე რო ვისაუბროთ, გეოგრაფია როგორ ვითარდება რა, ქვეყნები ემატება, ინტერესი სად იზრდება, საიდან მოდის უფრო მეტი ადამიანი. ძალიან საინტერესო. ამაზეც მინდოდა რომ ესაუბრა რეალურად, იმიტომ რომ ეხა აღნიშნე ინგლისი დაგვემატა. ინგლისში უკვე ყავს ერთი ადამიანი, რომელიც წარმოშობით ახალი ზელანდიიდან არის, შარშანის სრიალის ჩვენთან. და მოყავს ჯგუფი. მოკლედ როგორ ხდება ეს ბიზნესი ესე მარტივად რომ გავშიფროთ, იმიტომ როგორ მუშაობს. ეხა ღირს 2500 евро ერთი კვირიანი პაკეტი. ეს არის სტანდარტული ფასი, მინიმალური basic შეთავაზება. იქ გათვალისწინებულია ტრანსფერი აეროპორტიდან, განთავსება პანორამა ბახმაროში ან პანორამა ბაზაში, ან 360-ში, სამი ეკომონდი აპარტამენტის ვარიანტი. და შემდეგ უკვე სრიალი 5-6 დღის მანძილზე პაკეტში ესე გვაქვს აღნიშნული, რომ უგზავნოთ ეს შაბლონია, მოკლედ ესე რომ ვთქვათ. სადაც არის ერთი კვირის მანძილზე გასტროტურიზმი, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ იქ რაღაცა უკეთებთ, აი ჩემი მეუღლე აკეთებს ძალიან კარგად მე პროფესიონალია, მოკლედ რომ ეს ხალხი ყველა ერთად აკეთებს ამ საჭმელს, ეს ძალიან საინტერესო. ხაჭაპურს მაგალითად გურულ ღვეზელს, ხინკალიც გაგვიკეთებია. ეს უკვე რაღაცა ავთენტურობას ძინს. მარტო ჩამოდი ის რეალი კი არ არის ჩვენთან, არის რომ ჩამოხვიდე ქართულ თემას გაეცნო, გურულ თემას გაეცნო და რაღაცნაირად თან ეს ჩვენი თავარი ეს სლოგანი ვით არის, რომ safety adventure, ანუ ყველაზე მთავარია, რომ პირველ რიგში უსაფრთხოება და თავგადასავალი იმ 5 დღის მანძილზე. კურორტის პოპულარიზაციაზე ვინ ზრუნავს, იმაზე რომ მეტი ტურისტი იყოს. სულ ვსაუბრობთ, რომ ბახმაროს აქვს უნიკალური შესაძლებლობები და ძალიან ცოტას ვიყენებთ. აი ამ ნაწილში როგორ ხედავთ კურორტის კურორტის მამაჩემი ზრუნავს, აგერ გზა დააგო ჩვენ საღმართში, მოკლედ ამოსასვლელში ეზო რაღაცა ყველა თავის ეზოს ალამაზებს. უკვე ჩვენს უბანშია ბუქსეც ქუჩაზე. შეინიშნება უკვე ეს ტენდენცია, რომ ხალხი თვითონ აკეთებს საქმეს რა. მათ შორის ინფრასტრუქტურასაც, მოსასვლელ გზას და ასე შემდეგ. კი. აი ხა მაგალითად 3 დღის წინ იყო რაღაცა წვიმა ჩვეულებრივი, ვიღაცა ემარო გააბუქეს ეს ამბავი, რომ რაღაც შტორმია და სტიქია, არაფერი არ ხდება. არის წვიმა, რომელიც ჩვეულებრივი მოვლენა აქვს. დიდი რაოდენობით ნალექი მოდის, ზღვასთან ახლოს ვართ მთა. გზა საღამომდე გაკეთდა. აქ ვიღაცას ექსკავატორი GCP ყავს, ვიღაცას რაღაცა ყავს, ვიღაცას არც ერთ ადამიანს ფულზე არ ულაპარაკია იმ დროს. არც ერთ ადამიანს საღამომდე ხიდი გავაკეთეთ. ყველამ ერთიანი ძალებით.
სახელმწიფო და რეგიონის როლი რა არის ამ ნაწილში? თუნდაც პოპულარიზაციის კუთხით, როცა ვსაუბრობთ, რომ დიდი შესაძლებლობა აქვს, რას იყენებს დღეს ბახმარო და რა ჭირდება რეალურად პოტენციალის ათვისებისთვის. მესმის, რომ ბიზნესი შეიძლება აკეთებდეს გზასაც და სტიქიურ მოვლენებსაც თავად ებრძოდეს, თუმცა მეორეა სახელმწიფოებრივი ხედვა და მიდგომა. აი ამ ნაწილში როგორ აფასებთ? ამ ნაწილში გეტყვით, ხა ძალიან კარგი ადამიანია, ვინც არის ჩვენი ახალ დირექტორი მალხაზი გიორგაძე, ანუ მერის წარმომადგენელი, იმიტომ რომ ამას ჰქონდა ადრე დაბის სტატუსი, უბრალოდ IP სტატუსი და ჰქონდა ბიუჯეტი. ეხლა არის ჩოხატაურის დაბა და ჩოხატაურის ბიუჯეტიდან ვიკვებებით, ეგრე რომ ვთქვა. კარგი დირექტორი ყავს, კარგი მერი ყავს, ყველა კარგია, დაურეკაო, შენ შემოგევლე, იქეიფე, ის სიყვარულე, დასუფთავების ისა, აი უძრავი ნარჩენები და მადლობა. ნარჩენების მართვის დეპარტამენტის კაცი, ძალიან კაი კაცია კოროშინაძე. ყველა კაი ხალხია, მაგრამ ბიუჯეტი არ აქვს. ანუ ვერ აკეთებენ საქმეს, იმიტომ რომ არ აქვს ბიუჯეტი. ბახმაროს უნდა კონდეს მისი ბიუჯეტი. ბახმარო უნდა იყოს რაღაცა სუბიექტი, რომელიც თავისით იკვებება. ანუ ჩვენ აქ კომპანიებს გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენ უხადოთ ბახმაროს ფული, ოღონდ ბახმაროს რაღაცა ბიუჯეტი კონდეს. რა სჭირდება ბახმაროს მეტი განვითარებისთვის, იმისთვის, რომ უფრო ეკონომიკური სარგებელი მოუტანოს ქვეყანასაც, რეგიონსაც, ადგილობრივ. პირველი ძალიან კარგი მისახართ რა კითხვა ჟურნალისტები მოკლედ რა ძალიან კარგი წამყვანები ხართ, რომ კარგი სწორ კითხვებს ვცადოთ, სწორ აქცენტებს მოკლედ. ესე იგი ბახმაროს რეალურად სჭირდება ერთი მთავარი რამ. პირველი რომ რა ის საიდანაც უნდა დავიწყოთ. ადამიანის და ბუნების ურთიერთობა უნდა იყოს ბალანსში. რაღაც ოქროს შუალედი უნდა იყოს. პირველ რიგში ნარჩენი, ეხა ეს ხო კოკა-კოლა მოგწონს, ან წყალი მოგწონს, ან ხაჭაპური მოგწონს. ეხა ხის დასადებები გვაქვს ჩვენ ნახე, აი ვცდილობ რომ რაღაცა კერამიკა ან ხე. აი პლასტიკი არ უნდა იყოს ბუნებაში. რაც გვაქვს ნარჩენი, ეხა ეს უნდა გადავამუშავოთ. აწერია კიდე ეს გადამამუშავე, ქართული კითხვა ხო ყველამის. ეხა ბატონმა თემურ ჭკონიამ გუშინ დაგვიკავშირდა. მე არ ვიყავი ტელეფონთან, მოკლედ ჩემ ცოლთანაც დარეკეს და ჩემაც ცოლმა მოვაუდა გივი დამიკავშირდა, მაგარი ადამიანი კალათაძე, რომელიც დაკავებული ამ საქმიანობით და კაცი მართლა პროფესიონალი ამ საქმის და მითხრა. შევთანხმდით ერთ დღეში მარტივ რაღაცაზე რა. გვეხმარებიან, გვიგზავნის 150 წალ სპეციალურად გაკეთებულ ურნას, რომელიც არის თუნუქის, აი მეორადი გამოყენება თვითონ იმ ჟესტის, იმიტომ რომ იმით ჩამოდის თურმე კოკა-კოლა, სითხე და იმ სითხის ბოს კრასკავენ, მოკლედ კოროზიისგან ათავისუფლებენ, ლამაზი სტიკერი აქვს წარწერი, აღწერა რომ რა უნდა ჩააგდო და სად წავა მერე და დაასკანერებ რომ ნახე, გაიგებ ეს სად მიდის. ეს უკვე კარგია. ნაგავსაყრელზე კი არ მიდის. ეს არის ნარჩენების 50%-ის ამოღება. და უკვე მაგარია. ხახალდი პლასტიკი თუნუქი. თქვენ ერთობით მარტო ამ ამბავში თუ მთელ რეგიონზე შეიძლება გავწოდდეს და მე ავიღე ეგეთი პასუხისმგებლობა, რომ ჩემთან სახლში განვათავსებ, პარკში განვათავსებ, სოსოს სასტუმროში, კონტინენტ ბახმაროში, პიონერებთანაც მივიტანთ, ძველ ბახმაროში მივიტანთ, აჭარის ქუჩაზე რამდენიმე სასტუმროში, იაშა სასტუმროში მივიტანთ, აქვე ჩვენთან უბანში კოტეჯებია, იქ დავდგამთ, სადაც შეგვეძლება რომ განვათავსოთ, ყველგან განვათავსებთ ისე რომ ვიღაცის მეთვალყურეობის ქვეშ იყოს, რომ სუფთად ავიღოთ რაც შეიძლება ნარჩენი. შემდეგ უკვე ეს დაიპრესება და სადღაცას ჩაბარდება და იმ ჩაბარებულით კიდე ახალ ურნებს მოვიტანთ. რაღაცა ეს IP რომელიც მაქვს მე როგორც მგონი ვახსენე კიდეც, IP არის ბახმაროს განვითარების ასოციაცია, რომელიც ემსახურება ბახმაროს და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ადამიანის და სოციუმის გაერთიანებას და საერთო ინტერესის გატარებას. რაც მოიცავს და გულისხმობს, რომ თუ ერთად მოვინდომებთ, ნაგავსაც მოვსპობთ ბახმაროში, აქედან დავიწყოთ. შემდეგ სჭირდება უკვე გზების გაკეთება. სჭირდება ცენტრალური წყლების გაკეთება, იმიტომ რომ მთაში არ უნდა მოგწყურდეს გაზი. მთაში ბოთლით არ უნდა დიოდე. ჭიქა უნდა გქონდეს ჩანთაზე, სალაშქროთ რომ მიდიხარ. ეხლა ჩვენ და ბილიქს რო აუყვები, ბოთლი წყალი რომ მოაქვს ხალხს ვატოვებინებ. ჭიქა იქონია მოთხარ. გაიული წყაროა, იქით წყარო, ყველგან წყაროა. რა ლამაზი იქნება, რომ ყველგან იყოს ქუჩაში წყალი. ყველგან იყოს ეს ნაგვის გადამუშავება, ყველგან იყოს გზა, ყველგან იყოს ტროტუარი, სახანძრო სისტემა, კანალიზაციის სისტემა. ეხლა მარტივია ის სულ არ გინდა ცენტრალური კანალიზაცია, ბიოდეგრადირებადი კანალიზაციებია, წყალს გამოყოფს. ეს წყალი მე მინდორს წყავს. უკვე კარგია რა, რაღაცა სისტემას უნდა ჩაერთო.
ბახმარო უნდა განვითარდეს ამ მიმართულებით, რაზეც საუბრობთ. ახლა სულ მიდის, რომ რაღაცა არ გვჭირდება აქ დიდი განაშენიანება, არ უნდა დაემართოს იგივე რაც დაემართა საქართველოს სხვა კურორტებს. რა სჭირდება ამ ნაწილში განვითარების კუთხით და როგორ შეიძლება შევინარჩუნოთ თან ეს გარემო, ავთენტური გარემო და თან იყოს საინტერესოც, იმიტომ რომ სულ საუბრობთ, რომ ბახმაროში ძალიან კარგია, ძალიან მოგწონს ხედი, თუმცა გასართობის საშუალებები ნაკლებია და დიდხანს ტურისტის მოზიდვა ძალიან რთულია. აი, როგორ შეიძლება ეს ბალანსი დაცული იყოს? აი რა ხე რაღაც მოკლედაც რო თქვა და თან ყველაფერი გამოსცეს. ბოლო წლებში ყველაზე აქტუალური თემა არის ორბი და ბახმარო. მე პირადად ვიცნობ ზაზაზოიძეს, ორბის დამფუძნებელს და მფლობელს. თავისთან ვინც მუშაობს, ჩემი მეგობარია და თოჩიხლაძე, მოკლედ, ბევრი გვაქვს ამ თემაზე ნასაუბრები. უშუალოდ მეც აი WhatsApp-ის საშუალებით ზამთარში დამანახე ოზაზომ და ეგ რაღაც დავანახე. ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ თავის გურული ჩოხატა ლანჩხუთელი კაცია, დედა ყეჭაყმაც ყავს. ათესაობაც არის რაღაცას. ადამიანმა თქვა, რომ მე 100 მილიონს ვაკ დაგეხარჯავთო. 100 მილიონი პატარა ფული არ არის. ეხა ბიზნესი თუ ვინმე მიცის, ეხა ვიღაცას თუ რაღაცა რიცხვი გონია, მარტო ეგრეა. 100 მილიონი არის ძალიან დიდი თანხა. ადამიანმა იცოდა და დიდი ფული დახარჯა, ვილკინსონი არის, იყო ძალიან მაგარი სერიოზული დონის. ძალიან სერიოზული დონის. ყველაზე დიდი ფული აშიც დაიხარჯა, ის არ დადგა პირიქით, ანუ უფრო მარტივი რაღაც არის რა. ნახე სოფლები სადღაცას როგორ ხდება ეს ხის სახლები. ერთი სართული ქვა ავსტრიაში დიდი ხის მორებით აშენებული, პირველი სართული ქვა შვეიცარიაში, იტალიაში. შალის ტიპის განაშენიანება, რასაც ითხოვენ ძირითადად ბახმაროს შემთხვევაში და არ ითხოვენ იმ დიდი ტიპის და აპარტამენტები გაქირავდეს რა, ნახე სართულებად გაკეთდეს და გაქირავდეს. ბეტონის კონსტრუქციები აშენდეს, ხით შეიფუთოს. ბეტონი ისეთი რაღაცა არ უნდა გაკეთდეს რა, ეხა ესეც ქვა და ბეტონი ერთად მუშაობს რა. გარედან პირველი სართული ქვა, მეორე ხე, შეფუთული ლამაზად. ის სამი აპარტამენტი იქნება ერთ სახლში. უამრავი დაეტევა იმ ტერიტორიაზე. მე წლების წინ ვიყავი ბახმაროში და მაშინ ასეთი ტიპის განაშენიანება არ იყო. ერთია, როცა ვსაუბრობთ, რომ შეიძლება დიდმა კომპლექსმა დააზიანოს გარემო, თუმცა მეორეს მხრივ ის, რასაც ვხედავთ განაშენიანება, მათ შორის გეგმიდან ამოვარდნილი და სრულად ამოვარდნილი კოტეჯები, რაც არის, ეს რამდენად ხელს უშლის ამ გარემოს და ბუნების შენარჩუნებას, იმიტომ რომ თუ რაღაცას ვაპროტესტებთ, რომ არ ვიცი, გარემო უნდა შევინარჩუნოთ, ალბათ ორივე მხრივ უნდა ვისაუბროთ, ხო? ესეც რბილად რომ ვთქვათ, არ გამოიყურება ისე, როგორც ამ კურორტს შეეფერება, როგორ უყურებთ ამ ამბავს მოკლედ. იცი რა ვფიქრობ? მე პირველ რიგში ყოველთვის ხალხის მხარეს ვარ რა. იმიტომ რომ ხალხი არის საზოგადოება, რომელსაც ეკუთვნის ეს დედამიწა რა. მე თუ შენ მე მიმიშვებ რაღაცის აკეთებლად, მე გავაკეთებ და მე ამის შედეგებსაც მოვიმკი, მაგრამ ადამიანს თუ სახლი აშენებულია და ფული დახარჯა, აი ძალიან პრიმიტიულ ამას ვიტყვი, მაგრამ ძალიან დიდ გულთან მისაკეთებს. ადამიანმა ძროხა გაყიდა, ვიცი? იყიდა ბალკა, ჟეშტი და დადგა სამკუთხედი. აი იმედი აქვს, როდესაც გაიფორმებს და აქ ოჯახს ამოიყვანს და დაასვენებს. იმას სახლი როგორ უნდა დაუგრიო. ანუ ღმერთი ხომ უნდა გწამდეს, რაღაც ბუნება ხომ უნდა გწამდეს. მაგრამ თუ დგას ისეთ ადგილას, რომელიც არ შეესაბამება, არის მდინარის ხეობა. წყალდიდობა ვნახეთ და მე ვიდეოები მაქვს, სადაც წყალმა დატბორა სახლები. იქ არ უნდა იყოს სახლი. სადაც ზვავი ჩამოდის, იქ არ უნდა იყოს სახლი. სადაც საკანალიზაციო სისტემა გაივლის, წყლის სისტემა გაივლის, გზაზე რომ ვიღაცამ ააშენა სახლი, ყოფილა ეგეთ შემთხვევები და ხალხმა დაანგრევინა თვითონ. შუა გზაზე გააკეთა კაცმა სახლი. მინდა არ მაქვს მეტი ვარიანტი. არ გაგზავნა გზმაო. წადი იყიდე. გიორგი, ეხლა ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ, ხო? რაღაცა ბევრი გამოწვევებია, ბევრი სიკეთეებია. საბოლოო ჯამში ეს როგორ მოქმედებს დამსვენებლებზე და მაგალითად აი ამ ფორმით რო დავსვათ კითხვა რა. რამდენი ხნით ჩამოდიან ქართველები, რამდენი ხნით ჩამოდიან უცხოელები და ესეც დროის კუთხით როგორ შეიცვალა. და აქვე დავსვავ კითხვას, ფასების ნაწილშიც წლიდან წლამდე რა ხდება? აი წეგან 2500 ევროზე საუბრობდით, ხო? მაგალითად რა ღირდა შარშანი, მის წინ რა ღირდა და აი ეს რაღაცა პატარა სტატისტიკა რო გითხრათ. კი, აი სტატისტიკურად რო შევადაროთ, ზამთრის და ზაფხულის სტუმარი განსხვავდება ძალიან. ზაფხულის სტუმარი, ეხლა რაც არის სეზონი, არის ქართველების ძირითადად, რომელიც ოდიან. ზოგიერთი 1 დღით, ზოგიერთი 2 დღით, ზოგიერთი 1 კვირით. ყოლია შარშან 21 დღიანი სტუმარის. ევროპელები ძირითადად გვაქვს 1 კვირიანი პაკეტი. ეს არის ძირითადი სტანდარტული პაკეტი, რომელიც ტრანსფერს განთავსებას კვებას მოიცავს. 2500 ევროა წელს სტანდარტული მინიმალური ფასი. შარშან იყო 2200 евро, 2100 евро გააჩნდა, მოკლედ კვირასაც მნიშვნელობა აქვს. წეგან რომ ჩამოვედით, საუბრობდით, რომ
ესე იგი იანვარში გვინდა ჩამოსვლა თქო და ესეთ ინფორმაცია გავიგეთ რომ უკვე პრაქტიკულად არ არის სივრცე, ადგილი არ არის ფაქტიურად და ამ კუთხით ერთი კითხვა ისევ არის რომ დაჯავშნილია და სრულად სეზონი ათვისებულია და რას აპირებთ რამე არ აპირებთ რომ კიდე განავითაროთ და ამ ოთახში დაგაწვენ შენ აჰა აი ეს ოთახი დამახსოვრე ზამთარში აქ იქნება აქ სადაც ვარდი ახლა პროექტის მიხედვით ეს ოთახი არის დაბლი რა ანუ როგორ ეძახიან ეს რაღაცა დუპლექსი ანუ აქ ეს ის ინვესტიცია რაც შეხპარტნიორებთან ერთად კეთდება და რაც ზამთრისთვის უკვე აი ახლა სადაც ვართ აქ იქნება კორიდორი აქ შემოხვა კარებში სადაც თქვენ ცოტა აქეთ გამოიწევთ მე თქვენს მოდიხართ რა მოთავსდებით მოკლედ რა ზამთარში შენ იქით ოთახში იყავით და ეს აქეთ კარგი მოკლედ აქ იქნება 25 ნომერი ეს იქნება სრულად მოწყობილი 25 ახალი ნომერი ამ ზამთრისთვის უკვე კი მზად იქნება ახლა გაქვთ 9 ნომერი დავაზუსტო და დამატებით 25 ანუ საკმაოდ დიდ ინვესტიციაა და დიდ განვითარებას ბიზნესში კი რა არის ინვესტიცია რასაც ახორციელებთ ინვესტიცია ჯამური იქნება 450.000 евро როგორია უძრავი ქონების ფასი დღესდღეობით ბახმაროში მიწები რამდენად არის ღირებულება რა არის როგორ იცვლება განვითარებასთან ერთად ეს თემაც ძალიან საინტერესოა აქ რო გაკეთდა სასტუმრო უბანში უკვე ჩემ უბანში $350 ნაკლებად კვადრატულ მიწას ვერ შეიძლება მინიმუმ 80 ან 100 კვადრატი გჭირდება რომ კოტეჯი გააკეთო ან დაახლოებით $30,000 ეკვივალენტი ლარში ან 35 უნდა გადაიხადო მიწაში მსგავსად აეწია ქუჩის ფასი სხვა სასტუმროების მიმდებარედ ეს არის ზუსტად ჯანსაღი კონკურენციის ბაზა სადაც შეგიძლია რომ შენი ფასი გაზარდო შენ თვითონ. მიწები რამდენად ხელმისაწვდომია? კი, რა ვიცი, ამ ეტაპზე უმეტესი ვაჭრობის ბაზარი ეგრე რომ ვთქვათ არის კერძო მომხმარებელსა და მყიდველებს შორის. ბახმარო არის ძალიან პატარა რა. ბახმარო არის ყველგან ერთი. არ აქვს მშობა ხა ჩემი აზრით აქ შეიძლება ცოტა ძვირი ღირს და დაბალ ცოტა იაფიღდეს, იმიტომ რომ აქ ხედი გაქვს ხა ლოგიკურიც არის ხო ხა ბინა კორპუსში პირველ სართულზე იაფიღეს 30 მეტრამდე. მინიმუმიდან მაქსიმუმამდე რა არის ეს ფასი? მინიმუმიდან მაქსიმუმამდე არის 250 ევროდან იწყება ფასი. $200-დან ბოდიში. გიორგი რა ღირს ესვენება ზაფხულის სეზონზე მინიმალური ღირებულება რა არის? დღესაც გადაიხდით ეს გაინტერესებს. კი ბატონო, თქვენ გადაიხდით 300 ლარს წინა ნომერში ხართ, ხედით, აივნით, თქვენ 250 ბიჭებო ფაზაგლებას გეკეთეთ. და ზოგადად კურორტზეც როგორი ეს არის მინიმალური მაქსიმალური ფასები როგორი? თქვენ ყველაზე ძვირად ღირებული სასტუმროები ვართ ჩვენ და პიონერები. საშუალოდ დილის საუზმით ერთი კაცი ღირს 100 ლარი რა. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა მასპინძლობისთვის და საინტერესო ინტერვიუსთვის. წარმატებები პანორამა ბახმაროსა და წარმატებები ბახმაროსა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ და თქვენს მაყურებელს, რომ რაღაცა ესე უკვე სტაბილურად ვარ თქვენთან და ძალიან ველოდებით სიახლეებს და მომდევნო წელს უკვე გესტუმრებით განახლებულ სასტუმროში. გახმედრამდე.